მაყურებელი შემოვიყანოთ, მათი აზრით მოვისმინოთ. გისმენ დიახ ეთერში ხარ? დიახ. აი გისმენ დიახ ეთერში. გამარჯობა კი ბატონო. შეკითხვები თუ გაქვთ ჩემ ბატონო? ანუ კონკრეტულად იმ თემას შევეხებოდი, რაზეც თქვენ საუბრობთ. ბატონო დავით, თქვენ პირადად და ტელევიზია კავკასიას გულწრფელი და უდიდესი მადლობა. არ შემიძლია არ გამოგიხადოთ იმ მართალი სიტყვის, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში იმსახურებთ. განსაკუთრებით აქტუალური ეს თემა იცით, რატომ 2 დღის წინ ყველა ვნახეთ სტუდია მაესტროს მიერ მომზადებული ფილმი თუ რა ხდებოდა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. და როგორ მიმდინარეობდა ამ ტელევიზიებზე ზეწოლა და ხურვა. აი თქვენ ბატონო დავით, ამდენი წლის განმავლობაში მართალ სიტყვას ემსახურებით, არ ხელისუფლებას მიეყიდეთ. და აქ რომელიმე ოპოზიციურ ჯგუფს მიეწოდეთ. აი ეს გააგრძელე და ხალხი იმით უარი თქვენი მადლე. ეხლა კონკრეტულად ამას საქმიანობაზე მინდა აი კონკრეტულად დიალოგზე საუბრობთ, რუსეთთან რაღაც ურთიერთობით აღდგენაზე საუბრობთ. თქვენი აზრი და თქვენი სტუმრების აზრი მაინტერესებს. ეროსი ფიცარიშვილის ნაირად უნდა ჩდებოდნენ ისევ ეკრანზე. ამ კაცმა არ მოახდინა ეს ვარდების რევოლუცია და ამის გამო არ ვიმტკიცე სამუქეთ. მეტალ ეხლა რამდენი მილიონი აქვს აღებული სერგო ორჯონიკიძის როლში ვეულინება ამ ქვეყანას. იქნება მიპასუხოთ თქვენს და თქვენ სტუმრებმა. ეროსი ფიცარიშვილი და მისნაირები აღარ უნდა მოვიშორო. ხალხმა ხმა აღარ უნდა ამოიღოს. მითხარ დროზე ვასწავლოთ ამ კაცს. კიდე ახალ რევოლუცია სანამ არ დადგანს და სანამ ათვანს არ იგორს არ ჩამოგვიყვანს. დიდი მადლობა. გაბატონო, დიდი მადლობა გაეცვა თქვენთანაც შეკითხვა. ისე რა მე დღეს ვიყავი რადიო იმეში მქონდა გამოწვევა და იქ მქონდა ლაპარაკი კიტოვანიდან დაიწყეს. ახლა აქ ქალბატონმა ქემეს გუშინწნევითიდან დაიწყო. ემოსმა კიტოვანიდან დაიწყეს პასუხი აგოს უნდა თუ მე მაგალითად ასე ვაყენებ საკითხს. ყველამ უნდა აგოს პასუხი იმისთვის, რაც შეიძინა. მათ შორის მეც მაგალითად თუ რამე დანაშაული მიმისვლის და მე ვცვლი რომ რა გარკვეულწილად 90-იან წელიწადში მეც მაქვს ჩემი წინიწოდვა რაც უნდა მათ ლაპარაკი. ამდენად ახლა მე ჩვენ აქ ამ განჟას არ დავიწყებთ ამ ადამიანების არა გართ იქნება. სწორედ მე მგონი რომ ღმერთი და ხალხი ყველას მიუძღავს სამაგიეროდ. რაც შეეხება ვინ უნდა გამოსცეს, ვინ არ უნდა გამოსცეს, ეკრანზე ეს უკვე არის თქვა თქვენს პოსტანში ბატონო დავით, თქვენ გადაწყვეტეთ, ვინ უნდა იყოს თქვენ ეკრანზე, ვინ არ უნდა იყოს. რატო ჩვენ ვერ გადავწყვეტ? მე დავამატებ, ესე იგი, მე მიმაჩნია, რომ საერთოდ ჩვენ ასე ვთქვათ, არაგვარ გაყოფილი ფუნქციები. ჩვენ რუსეთში ვთქვით და აკავშირებს გავიმეორებთ. ჩვენ არა ვართ არც ოპოზიცია და არც ხელისუფლება. ჩვენ ვართ საზოგადოების წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, რაღაც ნაწილი ახლა არ შეიძლება რომ სრულყოფილად საზოგადოებისას გამოვხატოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ჯანსაღი საზოგადოებაა, რომელსაც მიაჩნია, რომ დიალოგი არის აუცილებელი, ოღონდ არაქართული ინტერესების საპირისპირო და არაქართული ინტერესების ხარჯზე. პირიქით, ქართული ინტერესების დასაცავად და ქართული ინტერესების უფრო აქტიურად გასატარებლად. ამის გარეშე ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია რაღაც საკითხების მოგვარება. ჩვენ ხედავთ, რომ დღეს ხელისუფლებას, ოფიციალურ ხელისუფლებასა და რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას შორის აქტიურად გამორიცხულია ყოველგვარი დიალოგი. მაგრამ ჩვენ ხელისუფლებას და იმათ ხელისუფლებასაც ამ კომისიების ფონით შეუძლიათ, რომ რაღაც კონკრეტული საქმე გააკეთოს. ჩვენ ახლა არავის მომსახურებას არ ვაპირებთ. ჩვენ მომსახურებით ქართველებს და ქართულ ხალხს. თუ აგვირდებით ჩვენი გადაწყვეტილებები, რომ საჰაერო მიმოსვლა აღდგეს, ეს არის კატასტროფა უბრალოდ. ჩვენ ვერ წარმოიდგენთ მესამე ქვეყნიდან რუსეთში ფრენა რაც ნიშნავს. ბელორუსიაში ვიყავით და ესე იგი ბენიკლინი რო შემოვიდა ალბათ იმის მერე იქ აეროპორტს არაფერი ხელი არავის არ მიუკარებია იქ უამრავი ქართველი იყო დღეობით გაჩერებული გაოგნებულები და მით უმეტეს რა ჩვენ ხარ როგორც ვიზების აღდგენა მოითხოვოთ ეს გამორიცხულია თუმცა შვეიცარიის საერთოდ დაიწყო მე ვიყვეთ აი მალხაზო ოპციონაურის აი თქვენ აი თავი იზღებთ რომ აი ეს გვინდა აი იმაში ისრაელში კაკალ ფავრით არიან არაბები და ებრაელები, მაგრამ მიმოსვლა ჩვეულებრივ რეჟიმში. გაზა სექტორი და რაკეტების ისტორია, რომელიც საქართველოში ვიდება რომ აი ეხლა მე უკვე მოვისმინე რამოდენიმე აი აგენტები და ასე ჩვენ ვართ საქართველოს აგენტები. აგენტები არიან ისინი, ვინც ქვეყანა ამ დღეს ჩააგდო. რომ ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი, რომლებიც ეს აგენტები ჯერ კიდევ ძველი პერიოდიდან იყვნენ, ომები დაიწყეს, სინვარში ომები აფხაზეთში ასწრებდა. ეხლა ჩვენ უნდა ეს საკითხი როგორ მოგვაგვაროთ. დიალოგი შეიძლება იგივე აფხაზეთთან იგივე ამასახსნა რა მამუკაი აი და ის არ უნდა ამას ვისაც უნდა გაიგებს, ვისაც უნდა არ გაიგებს.
სოთო ხეთა მინდა შეკითხვა დავსვა და რეკლამაზე უნდა გავიდეთ. შეკითხვა დასვლა და რეკლამაზე გადახარ. რეკლამა მომიდის. ხალხი ახლა რეკლამის შემდგომ მოვიცვენთ ეს ვიტყვი. ეს ვანი კაცი ქართო, ის ბაბუკა. კრიტიკა უყურებ შენ ფორმაზად. ვაი გოფტო შეგიძლია აღარ მოხდეს. არა, როგორ არ მოვა კაცო, როცა დავიდა ხომ არის მოვა. შევეცო დაუბრალო. გამაცადეთ რა. იყო სიტუაცია, აი ამიდან აფხაზეთიდან როდესაც გამოიქცა ჩვენი ჯარი, მოლაპარაკებები იყო, მე მახსოვს ავტომარგიანი ესწრებოდა მოლაპარაკებებს. ფაქტიურად აი ძალის ხეობა, ვეზაფით, თქვენ ყოველწლიურად სვანები ძალის აფხაზებს, ხო და აი მაშინ მოდით ესეც სტრატეგიული ის იყო გარიგება, რომ ამ ხარეს გაგიტოვებ თქვენ ქართველებს, თუკი იქიდან ის გზა უნდა გაკონტროლებული იყოს, უღელტეხილი რო არის. აი ძალიან ცუდი რაღაცა მოხდა ახლა. აი მალეთ ახლა იქ იყო საუბარი, მე მახსოვს ავტომარგიანი ამბობდა, რომ ისტორიული დამსახურება სვანებისაო 42 წელს რომ ყველა დესანტი გადადაყარეს გერმანელებისაო ესეც გაუთვალისწინებიათ. იქ და ძალიან ბევრი რაღაცა, მაგრამ თავი მაინც ის იყო, რომ შავი ზღვისპირას ჩრდილო კავკასიიდან მოთარეშე ბანძები არ შემოსულიყო, ამიტომაც ფერჩ ჩაუბარებიათ ეს და მონადირის ინსტიტუტი. აი ეხლა რომ ფაქტიურად დეპორტაცია მოხდა იქიდან სვანებისა. ამაზე თუ გქონდათ იქ საუბარი ძალიან სწორ გამოსულით ამ თემაზე რეკლამის შემდგომ ვისაუბროთ რეკლამაა ჩვენს ეთერში. სოსო გისმენთ თქვენ. ეხლა ბატონო დავით, რაც შეეხება კოდოს. ეს მართლა ეს საკითხი. აი მე ვხვდები ტოლმილებს და ყველას უკვის რომ აი რატომ გახსნეს ესე კოდორი, რა მოხდა? ყველას უკვის. თუ ამდენი ხანი შეინარჩუნეს ხეობა, მაგრამ მე ვიტყვი მოკლედ. ჩორი კი არა, სიმართლეა ეს. თბილისი იბომბებაო და სასტრაფოდ დასალეთ კოდორიო. სისხლი არ დაეღვაროს და სისხლი არ დაეღვაროსო და ათასობით ცოდვა დაგოდებათ კისერზეუდა. ადმინდა დასალეთ კოდორი. უბრძოლება, ცოფი არ გავარდა. ახლა მეკითხები სოსო ეს და ეს ახლა ეს ძალიან საინტერესო ადამიანი შემხდა სახელის სიგვარის გოლგარნი და თქვა ფრონეს ხეობიდან არის. ჩვენთანაც შემოვიდა ძალიან დაგვატოვებინესო გამგეობamba იმას ოფლებიო და არავინ არ გვეცოდა არ ხოცავდა ასწავლებს დაყატოვებინეს დავითაო სოფელია. არა, მაგათ აუცილებლად გაუწევდებოდნენ, იმიტომ რომ აუნები და ნული ფრონეს ხეობის სოფლებით ხალხში. ეს ორი სოფელი მახსოვს, მაგრამ დანარჩენი კიდევ არა, ეს პატარა სოფლები არა. პატარა სოფლიდან არის ეს ერთ-ერთი ვინც მითხრა, რომ ძალად დაგვატოვებინესო და საშინამ პრეში ვარ და ეს ასე მოხდეს. ეხლა კოდორში როგორი ორივე მხრიდან ალყაში ექცეოდა. ჩუბერის მხრიდან აქედან. აი ეს სიტუაციები განხილეთ იქა. ნუ ეხლა იყო როგორ არა. აი დეპორტაცია და გამოსახლება რო ხდებოდა აი ხალხის სამშვიდობიანი მოსახლეობა. ჩვენი საუბარი იწყებოდა ასე. ბატონმა მამუკამ ბრძანა რომ ჩვენი ლაპარაკი შედგება მაშინ და ჩვენ ვილაპარაკეთ მარტო მაშინ თუ იქნება ტერიტორიული ძალიანობაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი. ეს ტაბუა. ხო, ეს ტაბუა და ხარ არის რა მინდა თქვა ეხლა ჩვენ სამებიოდით უწმინდესის გამოსვლა კურთხევა მივიღეთ და მთელი აი ამ ჩვენი ამ დღეების განმავლობაში მეიწმოტივად გასწევდა რა ჩვენი მხრიდან მართლა მაგიდებლობა რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ. აი ამაზე იყო ლაპარაკი. გასაგებია. მე აი ეხლა დავამატებ ამას, იმიტომ რომ აქ გასაგებია იყოს ყველაფერი. ჩვენ გქონდა საინტერესო შეხვედრები, მე უფრო ინდივიდუალურად მოხდა ეს ამბავში დაემთხვა. იმ ჟურნალისტებთან, რომლებიც ომის პირველივე წუთებში იქიდან ხედავს მარს მუშაობდა. და ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ ითქვა ამ შეხვედრებში. რა ეთქება მოგვეწევი. ნუ მაგალითად ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ნათელი გახდა ხშირ შემთხვევაში ვინახე ჩვენი მეომრების სამწუხაროდ შეხედრები თვითონ აი გადაღებული ჟურნალის და იმათი მონაყოლიდან ნათელი ხდებოდა ესაც ის პიროვნება სახელები და გვარებით არა, მაგრამ კონკრეტულ მონაკვეთში როგორ დაიღუპა, როგორ იბრძოდა, რა გმირობა გამოიჩინა, ეს იმათ ახსოვდა და იმას განეხლა იქ პიროვნება ვნახეთ, რომელიც იმ კოლონაში იყო, რომელმაც აი ხრულოვის კოლონაში, რომელიც ჩვენმა გაანადგურეს. იმას გითხრა რა გადაიტანა და როგორი კარგად ორგანიზებული თქვა ამაზე თავდასხმა კონკრეტულად ამ კოლონაზე.
ასე ბევრი საინტერესო ამბავი იყო და მარაჯორფაზე იყო ლაპარაკი. ესე იგი ეს იყო გაზრდა როგორც ეს ადამიანები აპროტესტებდა. წითელი ხაზი გაზრდა კომსომოლსკაია პრავდა ჟურნალისტი ისეთიც კი რომელიც აი ესეთი ოდიოზური გაზრდა. ეს ჯერჯერიტია. აი ისეთი გლუქობოდეს რეალურად რა ხდებოდა პოლიციას